თავი მე-19. შევიდა და გაიარა იერიხონზე. და აჰა, იყო კაცი ვინმე სახელად ზაქე, მევაჟეთა უფროსი და მდიდარი. სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: აჰა უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, 4 მაგად მივაგებ. ესომ უთხრა მას: დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაგი ისიც აბრაამის ძია. ნედან კაცისძე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად. როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ უცბად გამოჩნდებოდა ღვთისასუფეველი. ამის გამო თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის 10 მონას, მისცა 10 მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო. მაგრამ მის მოქალაქეებს სულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს. არ აქვს სურს, რომ მაგანი მეფოს ჩვენზე. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო ვინ რა ივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მნამ 10 მინა მოიგო. უთხრა მას: კარგი კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგულიყავი, 10 ქალაქზე ქონდეს ხელმწიფება. მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ 5 მინა მოიტანა. იმასაც უთხრა: შენც იყავ 5 ქალაქზე. მესამე მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოგრული. ნედან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ. იღებ რაც არ დაგიდია და იმ კი რაც არ დაგითესავს. მან უთხრა: შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ. იღებ რაც არ დამიდია და იმ კი რაც არ დამითესია. აბა რაღაცომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულ სარგებლით ურთ მიმეღო? და უთხრა იქ მდგომებს: წაართვით ამას 1 მინა და მიეცით 10 მინის მქონეს. მათ უთხრეს: უფალო, მას 10 მინა აქვს. გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე. თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად. როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა 2 მოწაფე. უთხრა მათ: წადით მეზობელ სოფელში, რომ შეხვალთ იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ. თუ ვინმე მკითხოთ, რატომ ხსნითო, ასე უთხარით, უფალს სჭირდებათქო. წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა. და როცა ჩოჩორს ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: რატომ ხსნით ამ ჩოჩორს? მათ უპასუხეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდება. მიგვარეს იგი იესოს. ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოს გზაზე უფენდა. როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, ყველა მრავალრიცხოვან მოწაფეთაგან სიხარულით იწყო ხმამაღლა, ღვთის ქება დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. ამბობდნენ: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე, მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთაშინა. ხალხიდან ზოგიერთებმა ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს. ხოლო მან მიუგო პასუხად: თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ. როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო და თქვა: ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის. მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან, რადგან დაგიდგება დღები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენ შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან არ შეიცანი შენი მონახულების ჟამი. შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკა. უთხრა მათ: დაწერილია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი. დასწავლიდა ყოველდღე ტაძარში.
ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას, მაგრამ ვერაფერი მოიგონეს რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.